ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნიკოლოზობას აღნიშნავს. 22 მაისი ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა. 325 წელს წმინდანი ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაში მონაწილეობდა, სადაც სამების ერთარსობის დოგმატი დაამტკიცეს. ის ამასთან დაკავშირებით ერეტიკოსების წინააღმდეგ იბრძოდა. წმინდა ნიკოლოზი 342 წლის 6 დეკემბერს ღრმად მოხუცებული 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სხეული ქალაქის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. მისი უხრწნელი ნაწილები კი კეთილსურნელებას და მირონს გადმოსცემდნენ. წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული. ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა. 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ზესტაფონში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული, მხატვრული და სპორტული ღონისძიებები მოეწყობა. სადღესასწაულო აქტივობები შორაპნის ციხიდან დაიწყება, სადაც დღის 11 საათზე დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართება. 13 საათსა და 30 წუთზე სიმონ საყვარელიძის სახელობის სასპორტო სკოლაში ქართულ ჭიდაობაში ფალავნობა მოეწყობა. ღონისძიებათა ნუსხაში მომდევნო აქტივობა 15 საათიდან ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება. ამ დროისთვის დაგეგმილია საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი. აქვე მოეწყობა სივრცე ადგილობრივი მეწარმეებისთვის, რომლებიც გამოფენასთან ერთად თავიანთი პროდუქტის რეალიზებას მოახდენენ. სადღესასწაულო აქტივობებს დაასრულებს მუნიციპალური პირველობა მინი ფეხბურთში. ღონისძიება მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ გამაჯანსაღებელ ცენტრში საღამოს 5 საათიდან დაიწყება. ერთმანეთს საყავრიისა და სვირის ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდებიან. მე ვარ ანა ბებიაშვილი, 17 წლის, ზესტაფონის რევაზ მულოდის სახელობის ნომერ მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლე. მე ვიქნები ახალგაზრდობის სააგენტოში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების წარმომადგენელი. ყველაფერი დაიწყო იქედან, რომ ახალგაზრდობის სააგენტომ დადო პროექტის სახელწოდებით ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატი. აღნიშნული პროექტი არის 10-თვიანი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდული საქმიანობის გაძლიერებას და ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის ზრდას. ამავე პროექტის ფარგლებში უშუალო დროისაც პირველი ეტაპი გადავლახე, შემდეგ დამიკავშირდნენ და გავიარე ონლაინ გასაუბრება. ზესტაფონიდან წარდგენილი კანდიდატებიდან მოხდა ჩემი არჩევა. 1-დან 4 აპრილის ჩართვლით, შემდეგ უკვე თბილისში გავიარეთ გადამზადების კურსი, რომლის ფარგლებში შესაძლებლობა მოგვეცა ახალგაზრდებს გაგვეცნო ისეთი საკითხები, როგორიც არის ახალგაზრდული საქმიანობა, არაფორმალური განათლება და ასევე სოციალური პლატფორმების გამოყენება. როდესაც ქალაქში დავბრუნდი, კიდევ უფრო მეტად ვიგრძენი პასუხისმგებლობა ჩემი მუნიციპალიტეტისა და ახალგაზრდების მიმართ. გადაწყვიტე პირველი აქტივობა, რასაც განვახორციელებდი, იქნებოდა შევხვედროდი მერის ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭოს, ბავშვებს ვესაუბრე პროექტის მიზნების, ჩემი პასუხისმგებლობებისა და მოვალეობების შესახებ. უშუალოდ მეორე აქტივობა იყო უკვე შევხვდი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ ვახტანგ ღამბაშიძეს და ასევე მის მოადგილეს ზაზა ხვედელიძეს. ამ შეხვედრაზე ვისაუბრეთ სამომავლო იდეებისა და გეგმების შესახებ და ამ შეხვედრების შემდეგ კიდევ უფრო მეტად ვიგრძენი მოტივაცია და პასუხისმგებლობა, რადგან ვიგრძენი მათი მხარდაჭერა. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ჩემი მიზანიც თავიდანვე ის იყო, რომ ვთვლი, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში ცხოვრობს ძალიან ბევრი აქტიური და მოტივირებული ახალგაზრდა. ჩემი მიზანიც და მოვალეობა სწორედ ის არის, რომ შევძლო ამ მოტივირებული ახალგაზრდების იდეების რეალობად ქცევა, მათი წარმოჩენა და შევეცადო ვიყო ის მაკავშირებელი, რომელიც მათ შესაძლებლობას წარმოადგენს ახალგაზრდობის სააგენტოში. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და არ შემიძლია არ ვახსენო მერის თანაშემწე ბატონი სოფიო ღიბრაძე, რომელიც უდიდესი შრომა დევს ამის უკან, არა მარტო ამ პროექტის, არამედ ის არის ახალგაზრდების ყველაზე მეტი მხარდაჭერი და მათი მოტივატორი. ვფიქრობ, რომ სამომავლო გეგმების განხორციელებაშიც ადგილობრივი თვითმმართველობის და ახალგაზრდების ერთიანი მუშაობით შევძლებთ იმას, რომ ზესტაფონის ახალგაზრდების ხმა მივიტანოთ ახალგაზრდობის სააგენტომდე. ვფიქრობ, რომ წინ ძალიან ბევრი საინტერესო და კრეატიული იდეა გველოდება.
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს ჰანს კლუგეს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, იშვიათი დაავადებების მედიკამენტების საკითხსა და რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებებს. ჰანს კლუგემ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება და მიმდინარე ცვლილებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსახლეობისთვის ხარისხიანი სერვისების მიწოდებას და სისტემის მდგრად განვითარებას. შეხვედრაზე აღინიშნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან პარტნიორობის მნიშვნელობა და სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა. მქონდა შესაძლებლობა შევხვდროდით პროფესორ ჰანს კლუგეს, რომელიც ევროპის რეგიონის ხელმძღვანელია და რომელთანაც საქართველოს აკავშირებს მართლაც ძალიან ნაყოფიერი და ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გამოვიდა ეს კონკრეტული შეხვედრაც, იმიტომ რომ საუბარი იყო მათ შორის საქართველოში მიმდინარე რეფორმების ირგვლივ, შეფასდა დანახული იქნა ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება გააჩინოს, თუნდაც მიმდინარე პირველადი ჯანდაცვის რეფორმამ და ამ თვალსაზრისით ძალიან დიდია სხვათა შორის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და კონკრეტულად ბატონი კლუგეს ინტერესი საქართველოს გამოცდილებასთან მიმართებაში. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამაზეც გქონდა საუბარი და ვფიქრობ, რომ ბევრი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივა შეიძლება იქნას განხორციელებული სწორედ ამ თანამშრომლობისა და ამ ფორმატების მეშვეობით, რომელზეც გქონდა საუბარი. I would like to express my sincere appreciation to Minister Mikhail Sargeladze for a very productive meeting and particularly for his leadership in now scaling up a historical primary healthcare reform. Primary healthcare is the bedrock of any health system to bring healthcare closer to the communities, to the homes of the people. This has been a work in preparation, is being rolled out with steadfast leadership, and I encourage Georgia now to go forward on this path, which will bring both better health outcomes and a much more financially sustainable health system. The minister was presenting these reforms at a very important meeting between Latin America and the European region and was commended for this by the different ministers. We see that actually Georgia now is bringing its experience through WHO to the global health community. And a second point, I also would like to commend Minister Sargeladze for his work and determination to make medicines more affordable. This is a challenge everywhere in any countries, and as a WHO, we stand ready to continue our very productive collaboration.